რეალური საფრთხე ავსტრალიისთვის არ არის მხოლოდ ველური ბუნება და შეუსწავლელი ცხოველთა სახეობები, არამედ ველური ტომები, სადაც ცივილიზაციამ დღემდე ვერ მიაღწია. ავსტრალიის მკვიდრი ტომები, ანუ აბორიგენები, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უძველეს ცივილიზაციას წარმოადგენენ. მათი ისტორია 10,000 წლით თარიღდება. ისინი არ ყოფილან საშიში ტომები თანამედროვე გაგებით, მაგრამ რამდენიმე მათგანს ჰქონდა მკაცრი ტრადიციები, ომის კულტურა და სასტიკი წესრიგი, რაც შეიძლება საშიშად აღიქმებოდეს უცხოელებისთვის. უფრო მეტად კოლონიზატორებისთვის. ახლა გაგაცნობთ ყველაზე გამორჩეულ ტომებს, რომლებიც ისტორიულად მიჩნეულები არიან ყველაზე მკაცრად და აგრესიულ ტომებად. ჯარი, ვიქტორიის შტატი. ჯარი ტომი ცხოვრობდა მდინარე მიურეის გასწვრივ, დღევანდელი ვიქტორიის შტატში. მათ ჰქონდათ მკაცრი სოციალური სტრუქტურა და მკაცრი ტაბუები, რაც ტომის შიგნით წესრიგს ამყარებდა. ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო შურისძიების კანონი, ანუ თუ ვინმე არ ღვევდა ტრადიციას ან კლავდა ტომის წევრს, მის ოჯახს ან ათესავს მოეთხოვებოდა სისხლით გადახდა. ეს ხშირად იწვევდა მცირე შიდა ომებს და ადამიანთა ტანჯვას. ჯარისკაცები ასევე იყვნენ ექსპერტები ნავით, ნავიგაციასა და თევზჭერაში, რაც მიურეის მდინარის ტომებისთვის გადარჩენის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. მათი წინააღმდეგობა ევროპელ კოლონისტებთან შედარებით ნაკლებად დოკუმენტირებულია, მაგრამ ცნობილია, რომ ბევრმა ჯარიმ აქტიურად უარყო ქრისტიანობის მიღება და დღემდე შეინარჩუნა ტრადიციები. ვარჯური, ჩრდილოეთ ცენტრალური ავსტრალია. ვარჯური ტომი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და ტრადიციებში ღრმად ფესვგადგმული ტომია ავსტრალიაში. მათი მიწები მოიცავდა უდაბნოს გარშემო ტერიტორიებს, როგორიცაა ტანამი და უალკარი. ისინი ფლობდნენ ღრმა ცოდნას მითოლოგიაზე, ანუ წარმოშობის ისტორიებზე, რომლებიც ყვებოდა სამყაროს შექმნას და წესების დაწესებას. ვარჯურიებში შურისძიება თითქმის რელიგიური რიტუალი იყო. ტომის უხცესების თანხმობით ტარდებოდა სისხლის აღების ცერემონიები, სადაც დამნაშავეს ან მის წარმომადგენელს ესროდნენ იარაღს, მაგალითად ბუმერანგს ან შუბს. 1950-იან წლებში ვარჯურიები კონფლიქტში დაუპირისპირდნენ პოლიციას. დღემდე ვარჯურები ითვლებიან ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ ტომად, რომლებიც მაინც ინარჩუნებენ საკუთარ ენასა და წესებს. იონგუ, არნჰემის მიწა, ჩრდილოეთი ტერიტორია. იონგუები ცხოვრობენ ჩრდილოეთ ავსტრალიის არნჰემის ნახევარკუნძულზე. ისინი ცნობილნი არიან როგორც ერთ-ერთი იმ ტომთაგანი, რომელმაც შეინარჩუნა მაღალი დონის კულტურა, მუსიკა, ხელოვნება და სამართალი. მათ აქვთ მათი საკუთარი სამართლებრივი სისტემა, სახელად მათე, რომელიც მოიცავს ქორწინების, მიწის მფლობელობის და სასჯელის წესებს. იონგუს საზოგადოებაში მიწა ღვთის საჩუქრად ითვლებოდა და უცხოს ფეხის დადგმაც კი შეიძლებოდა მკაცრი სასჯელის საფუძველი გამხდარიყო. 1930-იან წლებში იონგუებმა ორგანიზებულად გააპროტესტეს თევზჭერის ინდუსტრიის შეჭრა მათ წყლებში. ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როცა ავსტრალიის სახელმწიფო იძულებული გახდა მოესმინა აბორიგენების მოთხოვნებისთვის. იონგუს ხელოვნება დღესაც ძალიან დაფასებულია, მაგალითად, ბარგზე ხატვა, ხის ქერქზე შესრულებული ორნამენტები, რომელიც წმინდა ისტორიებს ასახავს. კალკადო, კუინსლენდის ჩრდილო-დასავლეთი. კალკადოელები ცხოვრობდნენ დღეს უკვე ინდუსტრიულ ქალაქ მაუნტ აიზას მიდამოებში. ეს განსაკუთრებულად ძლიერი ტომი იყო და ცნობილები იყვნენ თავიანთი გამძლეობითა და თავდაცვითი ომებით. ყველაზე ცნობილია 1884 წლის მთის ბრძოლა, როდესაც რამდენიმე ასეული კალკადოელი შეერკინა 200-ზე მეტ კოლონისტს და პოლიციელს. მიუხედავად იარაღით უპირატესობისა, კალკადოელებმა კოლონისტებს დიდი დანაკარგი მიაყენეს, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდნენ. მათი ტრადიციული იარაღები, შუბები, ქვის თავიანი ბუმერანგები და მშვილდები სპეციალურად იყო ადაპტირებული ადგილობრივ ლანდშაფტებზე. კალკადოელებს ჰქონდათ დინამიკური სავაჭრო სისტემა სხვა ტომებთან. ისინი ცნობილნი იყვნენ შავი ქვის შუბების თავების წარმოებით, რაც სხვა ტომებში ფუფუნებად ითვლებოდა. ტასმანიის აბორიგენები. ტასმანიელი აბორიგენები იყვნენ იზოლირებული ავსტრალიისგან 1000 წლის განმავლობაში, რაც მათ კულტურას უნიკალურობას მატებდა. ევროპელების მოსვლის შემდეგ მათზე განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი გენოციდი. ცნობილი როგორც შავი ომი 1820-1822 წლებში, რომლის დროსაც 1000-ობით აბორიგენი გაანადგურეს და მხოლოდ მცირე ჯგუფი გადარჩა. ტასმანიის ტომებში არსებობდა დაცულობის სისტემა, სადაც ტერიტორიის უცხოელებისთვის გადაკვეთა ითვლებოდა მტრობის ნიშნად. იარაღად იყენებდნენ კლდოვან ნაჯახებს და ხის შუბებს. მიუხედავად ტექნოლოგიური ჩამორჩენილობისა, მათ წინააღმდეგობამ შეაშინა ბევრი კოლონისტი. ტასმანიის აბორიგენ ქალებს განსაკუთრებული როლი ჰქონდათ. ისინი იყვნენ მომპოვებლები, მეთევზეები და ხშირად ტომის იდენტობის მცველები. დღევანდელი ჩვენი ვიდეოს დასასრულს მივუახლოვდა. თუ კი მოგეწონა და რაღაც ახალი გაიგე, მაშინ აუცილებლად გაუზიარე ის ჩვენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში. გამოიწერე არხი, გააქტიურე ზარისხილაკი და დაალაიქე ეს ვიდეო. დროებით.